ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო ბაზარზე ჩინეთის ბანკთა შორის ობლიგაციების ბაზარზე მოიპოვა წვდომა და შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთა შორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ. ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინეთის ბანკთა შორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მოპოვება გააუმჯობესებს საერთაშორისო რეზერვების მართვის ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს მათი დივერსიფიკაციის პროცესს. არსებული მდგომარეობით სების რეზერვების უდიდესი ნაწილი დოლარში დომინირებულ აქტივებსა და მონეტარულ ოქროშია განთავსებული. ეკონომიკური თვალსაზრისით ობიექტურად რო ვთქვათ, ეს მართლა დივერსიფიცირებაა, არაერთი გაგებით როგორც ეკონომიკური ციკლი, ასევე სხვა არგუმენტებით, იმიტომ რომ ჩინეთის ეკონომიკა უკვე და ჩინეთის საფინანსო სისტემა, ანუ ძალიან დიდია, ხომ და არის, ვთქვათ, გლობალური მასშტაბის მოთამაშე და ამ ხრივ სხვა შორის არ არის სები ერთადერთი, რომელიც ანუ ბევრი ევროპული ქვეყანაც მონაწილეობს ამაში. საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა საქსტატის წინასწარი მონაცემებით ქვეყნის ვაჭრობამ $1.6 მილიარდ მიაღწია, რაც წლიურად 24%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ძირითადად ვარდნა იმპორტის 34%-იანმა ვარდნამ განაპირობა, სამაგიეროდ 19%-ით არის გაზრდილი ექსპორტი და $480 მილიონ აჭარბებს. ამ მაჩვენებლის მიუხედავად კვლავ მაღალია უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და ის $627 მილიონ აღწევს. საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 თებერვალს გახდება ჩვენთვის ცნობილი. კლიმატის ცვლილებები და ნაკისრის საერთაშორისო ვალდებულებები მესამე ციკლის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი უკვე მომზადებულია და მას მალე მთავრობის ხდომაზე დაამტკიცებენ. კლიმატის ცვლილების საბჭო მომზადებულ დოკუმენტს ამბიციურს, რეალისტურს და ქვეყნის განვითარების მიზნებთან შესაბამისს უწოდებს. დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით და სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით მომზადდა და როგორც სამინისტროში ამბობენ, შეესაბამება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების ნაკისრ ვალდებულებებს. კლიმატის ცვლილებების საბჭომ მთავრობის დადგენილების თანახმად შეიქმნა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის და პარიზის შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას. კვალიფიციური ანალიტიკოსების დეფიციტი კომპანიებს ალტერნატიული გზების ძიებას აიძულებს. ამ ფონზე იზრდება მოთხოვნა ციფრულ პლატფორმებზე, რომლებიც ბიზნეს ანალიტიკურ ინსტრუმენტებსა და ოპერაციების ავტომატიზაციას ერთ სივრცეში სთავაზობს. სექტორის შეფასებით ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნადია გადაწყვეტილებები, რომლებიც მცირე და საშუალო კომპანიებს მონაცემებზე დაფუძნებულ მართვის შესაძლებლობას დამატებითი გუნდის შექმნის გარეშე აძლევს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კადრების დეფიციტისა და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ბიზნეს ანალიტიკის სერვისებზე მოთხოვნა საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება და ეს მიმართულება ბაზრის ერთ-ერთ სწრაფად მზარდ სეგმენტად ჩამოყალიბდება. ქართულ ბაზარზე ანალიტიკის კუთხით და ანალიტიკის ავტომატიზაციის კუთხით ძალიან დიდი დეფიციტია. ჩვენთან არსებობს ანალიტიკა მხოლოდ უმეტეს შემთხვევაში Excel-ში, Excel-ის ცხრილებში. ვიყენებთ სხვადასხვა თანამედროვე პლატფორმებს, ისეთ როგორც არის მაგალითად Microsoft Power BI ან ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ხელსაწყოები და ამით ვთავაზობთ კომპანიებს ბიზნეს ანალიტიკას. მომხმარებელთა ფინანსური მდგომარეობის გაუარესების, გეოპოლიტიკურ არასტაბილურობისა და არასახარბიელო ამინდის გამო ლუდის გლობალურ სექტორს გაყიდვები უმცირდება. სწორედ ამას უკავშირდება საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ლუდის მწარმოებელი კომპანია Heineken-ის გადაწყვეტილება, რომელიც გლობალურად 6,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. აქედან ნაწილი ევროპასა და იმ ბაზრებზე შემცირდება, რომლებიც ნაკლებად პრიორიტეტულად მიიჩნევა და ზრდის შეზღუდული პოტენციალი აქვს. კომპანია გეგმავს ნაკლები რესურსით უკეთეს შედეგს მიაღწიოს და უკმაყოფილება შეამციროს ინვესტორებში, რომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანია ეფექტიანობის მიმართულებით კონკურენტებს ჩამორჩება.
TikTok-ი კვლავ ყურადღების ცენტრშია, ამჯერად პლატფორმა რეკლამირების ეკოსისტემას აფართოვებს, რაც მონაცემთა დაცვის საკითხებზე დებატებს აქტიურებს. საუბარია ეგრეთ წოდებული პიქსელის განახლებაზე, ტექნოლოგიაზე, რომელიც მომხმარებლის ონლაინ აქტივობაზე ინფორმაციას აგროვებს, რათა რეკლამა უფრო მიზნობრივი გახდეს. კიბერუსაფრთხოების ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ინსტრუმენტი უფრო ფართო მოცულობის მონაცემებს ამუშავებს. TikTok-ში კი აცხადებენ, რომ მსგავსი ტექნოლოგიები ინდუსტრიაში სტანდარტულია, მონაცემთა გაზიარებაზე პასუხისმგებლობა ვებგვერდებს ეკისრებათ და მომხმარებლებს კონფიდენციალურობის მართვის შესაძლებლობებიც აქვთ.